როგორც დაგპირდით, რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე გამოკითხვა, რომელშიც იყო რომელშიც უნდა აგერჩიათ, რომელ თემაზე ისურვებდით ლაივს და პირველი თემა, უпростоრად პირველი ორი თემა იყო დისციპლინა და ფსიქოლოგია. ეს ორი რაღაც ძალიან დიდ კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად, მე მინდა რომ დღეს ამ ორ თემაზე ვისაუბრო. ყველაზე მეტი ხმა ამ ორმა თემამ დააგროვა რეალურად. ხა რა შუაშია ფსიქოლოგია და დისციპლინა ერთმანეთთან. დავიწყოთ ზოგადად დისციპლინის, დღეს ვისაუბროთ დისციპლინის ფსიქოლოგიაზე. მოდით. ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინის ფსიქოლოგიაში, ჩემი აზრით, იდენტობა. იდენტობა არის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად ადამიანებს თავიანთი თავის შესახებ უყალიბდებათ რაღაცა კონკრეტული შეხედულებები და ეს შეხედულებები მერე გადადის ნელ-ნელა მათ იდენტობაში და გადადის მათ ჩვევებში. პირველი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის იდენტობა, იმიტომ რომ მე თუ მჯერა, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც არის მაგალითად ზარმაცი, ადამიანი, რომელიც არის არაპუნქტუალური, რომელიც არის არაპროდუქტიული, არადისციპლინირებული და ასე შემდეგ, ყოველთვის მექნება პრობლემა. ყოველთვის მექნება პერფორმანსის პრობლემა, ყოველთვის მექნება ესე ვთქვათ, რაღაცის შესრულების პრობლემა, თავის დროზე მისვლის, თავის დროზე დაწყების, დამთავრების და ასე შემდეგ. თუ იმის მჯერა, რომ მე არ შემიძლია ამის გაკეთება და ზოგადად მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ამას ვერ აკეთებს ცხოვრებაში, ვერაფერში. თუ ეს არის ჩემი იდენტობის ნაწილი. პირველ რიგში უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება საკუთარ თავთან და უნდა შევცვალოთ ჩვენი იდენტობა. ეს რას ნიშნავს და რა პროცესია და აუცილებლად პროცესია, იმიტომ რომ ეს ვერ იქნება ერთი გადაწყვეტილება და ერთი შესრულება. აუცილებლად უნდა იყოს პროცესი და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ამ პროცესმა მინიმალურად დაგვაზიანოს, ვთქვათ, ფსიქოლოგიურად, მინიმალური დისკომფორტი შეგვიქმნას, რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი, უფრო მარტივი იქნება და მერე უფრო შენარჩუნებადი იქნება ამ პროცესის შედეგები. ეხლა რაზე ვსაუბრობ, რომ ავხსნა. როდესაც მე ჩემ თავს მივიჩნევ ზარმაც ადამიანად, ან მივიჩნევ არაპროდუქტიულ ადამიანად და ასე შემდეგ, მე ასეთივე განწყობით ვდგები ლოგინიდან, ასეთივე განწყობით ვაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს ჩემ ცხოვრებაში და ასეთივე განწყობით შემდეგ უკვე მივდივარ სამსახურში და ვაკეთებ ბიზნესს და ასე შემდეგ და ყოველთვის მჯერა, რომ ვიღაცა ჩემზე უფრო ჭკვიანია, უფრო პროდუქტიულია, უფრო ძლიერია, ჭკვიანი რა საქმეში, უფრო მოხერხებულია და უფრო პროდუქტიულია და უფრო მეტად შეუძლია რაღაცის გაკეთება, ვიდრე მე შემიძლია. და ამას რო ვიჯერებ, მე უკვე ავტომატურად ჩემი ტვინი მე მეორე ადგილზე ან მეშვიდე ადგილზე მაყენებს იმ კონკურენციაში თუ შეჯიბრში თუ შედეგის დადებაში, რა შედეგიც ჩვენ გვინდა რომ დავდოთ. შესაბამისად, იდენტობის ცვლილება არის გადამწყვეტი პირველი ნაბიჯი, რომელიც გვეხმარება უკვე შედეგების მიღწევაში მომავალში. ეხლა როგორ დავიწყოთ? პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა. უნდა ვაღიაროთ ჩვენ თავთან, რომ გვაქვს პრობლემა და გვინდა რომ ეს იდენტობა შევცვალოთ. შემდეგ უნდა დავიწყოთ იდენტობის შეცვლა არა სარკეში საუბრით და რაღაცა იმის თქმით, რომ იცი რა, მე შენ შეგიძლია და შენ მაგარი ხარ და შენ ეგრე არა. უნდა შევცვალოთ იდენტობა ნაბიჯ-ნაბიჯ ისე, რომ რაღაცა უთხრათ საკუთარ თავს და მე ეს რაღაცა გავაკეთოთ. კიდე უთხრათ, კიდე გავაკეთოთ და ნელ-ნელა გადავიტანოთ ჩვევაში და მე გადავიტანოთ იდენტობაში. ეხლა როგორ? მაგალითად, არ გვაქვს დისციპლინა, ხო? და გვინდა რომ დისციპლინირებული ადამიანი ვიყოთ. მართლა უნდა გადავწყვიტოთ საკუთარ თავთან, რომ ვიყოთ დისციპლინირებული ადამიანი და მართლა უნდა გავწეროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის დისციპლინა. ჩვენთვის დისციპლინა ნიშნავს თავის დროზე მისვლას, ნიშნავს შედეგის დადებას, ნიშნავს რაღაცის წარმატებით გაკეთებას თუ ნიშნავს წარმატებით გაკეთებას და შეცდომის არ დაშვებას. აი ეს ყველაფერი უნდა გავწეროთ. და შემდეგ უკვე ამ ყველაფრის გასაკეთებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები და დავსახოთ მიზნები და ესე ვთქვათ, საზღვრები დაუწესოთ საკუთარ თავს. თუ ჩემთვის დისციპლინა არის დილით ადგომა და სპორტ დარბაზში წასვლა, ესე იგი ნებისმიერი არ წასვლა და არ ადგომა, ყოველ დილით თუ რამდენ ხანშიც 3 დღეში ერთხელ თუ რამდენ ხანშიც დადიხარ, ყოველი ამის არ გაკეთება ისევ მაბრუნებს ძველ იდენტობაში და მეუბნება, რომ
მე ვარ ესეთი რაღაცა ზარმაცი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ვერ ძლევს, ვერ მიდის, ვერ აკეთებს და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, შენ თავს ეუბნები, რომ იცი რა, მე აღარ ვარ არადისციპლინირებული ადამიანი, მე მინდა რომ ვიყო საერთოდ სხვანაირი ადამიანი, მე მინდა რომ მოვლენებს წინ უსწრებდე, მე მინდა რომ ვახერხებდე რაღაცის გაკეთებას, მე მინდა რომ ვიყო უფრო წარმატებული, უფრო ძლიერი და ასე შემდეგ, ხო? უფრო ბედნიერი თუ რაც არის შენთვის ეს დისციპლინა, რაშიც გიშლის ხელს. და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ ვიტყვი, შენ თავთან ლაპარაკი კარგია და პოზიტიური ლაპარაკი კარგია, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა შენ თავს მუდმივად უნდა აჩვენო, რომ შენ ახალი ადამიანი ხარ, შენ შეგიძლია რომ ყოველ მესამე დღეს ადგე და წახვიდე სპორტ დარბაზში და შეგიძლია რომ იქ 1 საათი გაატარო თუ 2 საათი გაატარო და შეგიძლია რომ ეს ყველაფერი ჩვევაში გადაიტანო. ყოველი შემდეგი წასვლა და ყოველი შემდეგი ამის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ შენს ჩვევაში გადადის ის, რომ საკუთარ თავს აღიქვავ უკვე არაზარმაც, არამედ ესე ვთქვათ, ორგანიზებულ ადამიანად, ეს ერთი და მეორე, ყოველი ამის გაკეთება გეხმარება იმაში, რომ შენ თავს აჩვენო, რომ რეალურად ამის კეთება შეგიძლია და მართლა ასეთი ხარ. იმიტომ რომ შენ თუ სარკეში ეძახე საკუთარ თავს, რომ შენ მაგარი ხარ, შენ შეძლებ, შენ რაღაცა და ამას მართლა არ აკეთებ რეალურ ცხოვრებაში, მაშინ კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდები ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ შენი იდენტობა კიდევ უფრო მეტად უფრო მეტად გაჯერდება იმ მოლოდინით, რომ შენ ხარ რაღაცა ნომერ მეორე თუ ნომერ მე-17 და შენ ხარ ზარმაცი ადამიანი და შენ ხარ არაორგანიზებული, არადისციპლინირებული ადამიანი. ხო და ერთი რომ პოზიტიური საუბარი ძალიან კაია, მაგრამ მეორე არის ის, რომ რასაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის არის დისციპლინა და ჩვენთვის ნიშნავს დისციპლინა, ის უნდა ვაკეთოთ რეალობაში, რომ ჩვენ თავს ერთი დავანახოთ, მეორე ჩვევაში გადავიტანოთ ამ დისციპლინის შესრულება, ესე ვთქვათ, და მესამე გადავიტანოთ ჩვენს იდენტობაში. რაღაც პერიოდის შემდეგ სავარაუდოდ ამას დაჭირდება, როგორც მეცნიერები იძახიან, ამას ჭირდება 66 დღე. თავიდან იყო ესეთი მოსაზრება, რომ 21 დღე ჭირდებოდა, მაგრამ 66 დღე არის საბოლოო კონსენსუსი და 66 დღე იქნება ეს თუ 54 თუ რამდენიც იქნება რაღაც პერიოდის მერე შენ გექნება საერთოდ ახალი იდენტობა. ამ მიმართულებით და შენი იდენტობა გეტყვის, რომ შენ არ ხარ ზარმაცი ადამიანი, შენ არ ხარ არაორგანიზებული ადამიანი, შენ არ ხარ არადისციპლინირებული ადამიანი. შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც თავის ნათქვამს ასრულებს, რომელიც ჯიმშიც მიდის, რომელიც არ აგვიანებს, რომელიც სწორად ზომავს დროს და რომელიც შედეგებს დებს და არა მიზეზებს ეძებს, ესე ვთქვათ რა. და ფსიქოლოგიასთან აქვს ეს ძალიან დიდი კავშირი მაგას. ანუ იდენტობის ამბავში ძალიან დიდი კავშირი აქვს. თუ შენს იდენტობას ნელ-ნელა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ერთ დღეში ეს არ ხდება. თუ შენს იდენტობას ნელ-ნელა შეცვლი და შენ თავს აჩვენებ, რომ შეგიძლია გამოგდის, აღწევ მიზანს და ამ მიზანს აღწევ მდგრადად, ერთხელ კი არ მიაღწია, ან ორჯერ სულ ასეთი ხარ, ანუ მოხდა გარდაქმნა, ტრანსფორმაცია და შენ უკვე გაძლიერდი, გამაგრდი და შეგიძლია ამის გაკეთება, შენი იდენტობა შეიცვლება და შენ იტყვი, რომ ძველი გიორგი მაგალითად, ჩემი თავი, რომელიც 2 თვის წინ ასეთი ტიპი იყო, მე ის გიორგი აღარ ვარ, მე ვარ რაღაც აპდეიტი ჩამოუტვირთე ამ მიმართულებით და ჩემი იდენტობა მეუბნება, რომ შენ უნდა წახვიდე სპორტ დარბაზში, იმიტომ კი არა, რომ შენ თავს უნდა ძლიო ან ვიღაცას უნდა ძლიო ან ნებისყოფა გამოიმუშაო ან რაღაც. არა, შენ უნდა წახვიდე იქ, იმიტომ რომ შენ ასეთი ხარ. შენი იდენტობა ასეთია. შენ ხარ ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს. შენ ხარ ადამიანი, რომელიც თავის დროზე მიდის. შენ ხარ ადამიანი, რომელიც თასკებს ესე ვთქვათ, კეთილსინდისიერად და წარმატებით ასრულებს. აი ამას თუ აჩვენებ საკუთარ თავს და საკუთარ ფსიქოლოგიას, იდენტობას როგორც კი შეცვლი, მერე უკვე სპორტ დარბაზში არ წასვლა მაგალითად მოგეჩვენება რაღაცა ძალიან უცხო საქციელად შენთვის, უცხო ქცევად, იმიტომ რომ იტყვი, რომ ეს მე არ ვარ, ანუ მე არ ვიგვიანებ და ეს ტიპი, რომელიც სარკიდან მიყურებს, რატო იგვიანებს, ანუ რა დაემართა, ცუდად ხო არ არის, რამე პრობლემა ხო არ აქვს, დავეხმარო, იმიტომ რომ ჩემი იდენტობა არ არის ასეთი, ჩემი ფსიქოლოგია არ არის ასეთი, რომ მე სადმე დავიგვიანო ან რამე გავაკეთო მსგავსი, ხო? და ეს არის უდიდესი კავშირი ამ ორ რაღაცას შორის.
ასევე დავამატებ, მე არ მინდა რომ დიდი ხანი წაგართვათ, პირველი ლაივია, მაინც დავტესტავ ამ ფორმატს და ასევე მინდა დავამატო, რომ რეალურად ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ რაღაც არ გამოუვათ და ფიქრობენ, რომ ანუ დეპრესია და ნეგატიური აზროვნება და შფოთი და overthinking-ი და პერფექციონიზმი და ბევრმა რაღაცამ შეიძლება შეგიშალოს ხელი, ხო? აი დავიწყებ ორშაბათს, დავიწყებ მაზეგ, დავიწყებ ან როცა შემეძლება, მაშინ დავიწყებ და ახლა არ შემიძლია და რაღაცა და ყოველთვის ადამიანი ელოდება мотиваციას და мотиваცია ესე არ მოდის თავისით რა. დისციპლინა თქვენ ახსენეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ არხზე და დისციპლინა მოდის მოქმედებიდან. თუ მოქმედებ და შენი მოქმედება მოგწონს, შენ აღიქვამ მას დისციპლინად, ამ მოქმედებას იმეორებ, გადაგაქვს ჩვევაში და მერე როცა ჩვევაში გადაგაქვს, უკვე გადაგაქვს იდენტობაში ავტომატურად და როცა შენი ჩვევით და იდენტობით ხარ დისციპლინირებული ადამიანი და შენი ფსიქოლოგია ასეთია განახლებული, მაშინ მოქმედებაშიც აუცილებლად იქნები დისციპლინირებული ადამიანი და თუ არ იქნები რომელიმე დღეს ან რომელიმე საათში, მაშინ აუცილებლად გაგიჩნდება კითხვა შენ თავთან, რომ იცი რა, ეს მე არ ვარ და ეს რას ვაკეთებ საერთოდ. არა, ეს ჩემს იდენტობას ეწინააღმდეგება და მორჩა. იდენტობაში ზუსტად ისე გექნებათ, როგორც მაგალითად მე მაქვს, რომ ვარ ქართველი და არ ვარ რუსი პირობითად. აი ესეთი კითხვა გაგიჩნდებათ თქვენ თავთან. ზუსტად, რომ ანუ ეს მე ვარ ნამდვილად, მე რატო ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ჩემს იდენტობაში, ჩემს ჩვევებში, ჩემს ხასიათში, ჩემს ცხოვრებაში ეს არ ხდებოდა აქამდე და რატო შემეშალა, რატო არ გამომივიდა, რატომ ვერ მივაღწიე და შესაბამისად შენი იდენტობა განსაზღვრავს ძალიან ბევრ რაღაცას ამ მიმართულებით და მათ შორის დისციპლინასაც და ფსიქოლოგიაზეც და დისციპლინაზეც გინდოდათ საუბარი და ამ პატარა ვიდეოთი მინდა დავიწყო და მომავალში რა თემებიც გექნებათ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ნებისმიერ თემაზე გავაკეთოთ ლაივები. აბა ეხლა დაგემშვიდობებით, სასიამოვნო შაბათ-კვირა და დასვენება.